როდესაც ქალი ხედავს აქციაზე როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ქალებს პოლიციელები ან დაკავებულ ქალებს სექსუალურად როგორ ავიწროვებენ, რა თქმა უნდა იმ ქალს ძალადობის შემთხვევაში აღარ აქვს ნდობა და აღარ აქვს იმის სურვილი მაგალითად რომ მივიდეს პოლიციაში, დაწეროს განცხადება, მოითხოვოს რეაგირება. ამ საპოლიციო ძალების მთლიანად ამ პროცესებისკენ მიმართვამ გამოიწვია ზუსტად ეს უნდობლობა, დანაშაულის გაზრდა, იქიდან გამომდინარე რომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის რომ ნოემბერი-დეკემბრის აქციებამდე ჩვენ გაზაფხულზეც ყავდა დაახლოებით 53 დაზარალებული და მოგეხსენებათ რომ არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ნოემბერ-დეკემბერში ყავს დაახლოებით 400-მდე პირი. ეს ფაქტები რა თქმა უნდა დაზუსტებულია სამედიცინო დასკვნებიდევ საქმეში თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს, თუმცა არც ერთი პირი არ არის დასჯილი და პასუხისგებაში მიცემული. შესაბამისად, მაგალითად აქტივისტებზე განსაკუთრებულად აქტივისტ ქალებზე როგორი დამოკიდებულებაც აჩვენა სამართალდამცავმა უწყებამ და როგორცაც ხედავთ და ტელევიზიითაც იყო მაგალითად ესეთი კადრი, როგორ ეძახდა რაღაც ასლარიანებს, მაგალითად პოლიციელი ქალებს, რომლებიც აქციაზე იდგნენ და ესე ვთქვათ, გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. ქმნის ეს ყველაფერი ბარიერს, ქმნის ეს ყველაფერი იმას, რომ ნდობა ეკარგება ამ დროს მოქალაქეს და აღარ უნდა პოლიციასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, დანაშაულის გაზრდილია, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ თუნდაც ქვიარ ქალების შემთხვევაში მე როგორც ვიცი, საერთოდ პოლიცია აღარ ახდენს უკვე რეაგირებას, როდესაც ისინი მიმართავენ თქვათ პოლიციას რაღაც საკითხებზე, შესაბამისად უკვე მივედით იმ დონემდე, რომ ადამიანები თავს იკავებენ მიმართონ ისეთ უწყებას, რომელიც ვალდებულია, რომ აღნიშნულ საკითხზე მოახდინოს რეაგირება და მეცაც გეტყვით, თუნდაც ეხლა ეს ბოლო დღის ამბები არის ჭხრეკა ამოღება, დავინახეთ ხო ყველა მაგალითად როგორ ხდებოდა ქალი აქტივისტების სახლში, ხო? ამას ჰქონდა ყოველგვარი ისეთი ხასიათი, რომ დაშინებას ისახავდა მიზნად, მაგალითად არ იყო გათვალისწინებული ორსული ქალის ბავშვის საჭიროებები და ასე შემდეგ. ამიტომ არ არის მე მგონი გასაკვირი, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ აღარ სურს ქალებს თუნდაც ან სხვა მოწყვლად ჯგუფებს ურთიერთობა პოლიციასთან და აღარ აქვს ნდობა.